საღამოშვიდობის მოგესალმებით სპორტის დაფა საზოგადოებრივი პირდაპირ ეთერში მე და ლუკა ჭოჭუა უახლოესი რამდენიმე წუთის განმავლობაში რა თქმა უნდა სპორტის სიახლეებზე გესაუბრებით გვეყოლება სტუმარი და თავიდანვე წარვადგენ უჩა სოსიაშვილი საფეხბურთო მწვრთნელი მადლობა უჩა რომ მოხვედით ჩვენთან ერთად და მთავარი სასაუბრო თემა იქნება მოახლოებული ევროთასის მატჩები ხვალე სამი ქართული კლუბი ჩაერთვება ასპარეზობაში ევროპის ლიგაზე და სწორედ ამაზე ვისაუბროთ და მოდით კი არ გიყვართ ხოლმე ზოგადად მწვრთნელებს საუბარი შანსებზე მაგრამ მაინც სამივე გუნდს შევეხოთ პირველ რიგში ალბათ ჯობია ჩიხურა და ავსტრიულ ალტახზე ვისაუბროთ, ხვალ გაიმართება ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენებთან. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს ზოგადად ქართულ კლუბებს? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. რაც შეეხება მოახლოებულ თამაშებს, ჩვენთვის ვინც ფეხბურთში ვართ და ფეხბურთის გულშემატკივარია, დიდი მოლოდინით ვართ. ფაქტობრივად მთელი წელი ველოდებით ამ დღეს, როდის დადგება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ზოგადად ქართული კლუბების ამოცანაა, რომ თუნდაც რამოდენიმე ეტაპები გადავლახოთ და გავიაროთ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში განისაზღვრება შედეგი იქიდან გამომდინარე, თუნდაც ქვეყნის წინსვლა განვითარება საფეხბურთოდ, თუ როგორ შეგვიძლია ევროასპარეზზე შედეგები ვაჩვენოთ. ასე რომ რაც შეეხება პირველი, როგორც აღნიშნეთ, საჩხერის ჩიხურა და ალტახი საკმაოდ მე ვიტყვი რთული თამაში გამოვა. მნიშვნელობა არ აქვს პირველი თამაში, როგორც ვიცით, ჩვენ აქ თამაშობთ საქართველოში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ შანსები იქნება 50-50-ზე და ვერ მივანიჭებ უპირატესობას ალტახს. იქიდან გამომდინარე, რომ საჩხერე საკმაოდ სტაბილური გუნდია, ფაქტიურად წლების განმავლობაში ინარჩუნებს ერთი და იგივე შემადგენლობას. ჩვენ ერთი დიდი პლუსი ქართულ კლუბებს კიდევ გვაქვს ის, რომ მიმდინარე ჩემპიონატია ჩვენთან და შესაბამისად გუნდები ამ ეტაპზე მეტნაკლებად ფორმაში არიან და აქედან გამომდინარეა სწორედ რომ აღნიშნავ იმას, რომ ჩვენ გვაქვს შანსი, თუმცა ახლა ალტახი საკმაოდ კარგი გუნდია, მოგეხსენებათ მეოთხე ადგილზე გავიდა თავის ჩემპიონატში და ავსტრიის ჩემპიონატი საკმაოდ კარგი დონის არის ევროპულ ასპარეზზე და შესაბამისად რთული თამაში გამოვა, თუმცა აღნიშნავ ერთ იმას, რომ მე ვიტყვი, რომ შანსები 50-50-ზეა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ საჩხერეს კარგი შედეგები აქვს ნაჩვენები ევროპა ლიგაზე და არც წელს არის გამორიცხული, რომ თუნდაც იგივე ეს ეტაპი, ეს ბარიერი გადალახოს და გავიდეს შემდეგ. 50-50-ზეა შანსები. ანუ ფიქრობ, ხვალინელ თამაშს უშუალოდ მთლიანად წყვილზე. მთლიანად წყვილზე ფიქრობ, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის როგორც სახლის თამაში, ასევე გასვლა, ანუ შემდეგ ეტაპი. ორი მაჩის ჯამში, 50-50 თუ რომელი გუნდი გადალახოს. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ახლა ინტერვიუები, შეგვიძლია მოვისმინოთ საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელის და ფეხბურთელის კომენტარი და შემდეგ დავბრუნდებით კვლავ ეთერში. განობაში გუნდი არის ძალისმიერი გუნდი, აი რომ ვთქვა და ორგანიზებული გუნდია. ნუ რაში გამოიხატება ეგი რომ დაცვაში ცდილობენ რომ რიცხობრივი უპირატესობა შეექმნან, შეტევაშიც თამამად მიდიან და ნუ ჩვენი რამდენად თქვა ჩვენ სისწრაფეები გვეყოფა ხვალ ამ თამაშისთვის, რამდენად გამძლეობა გვეყოფა ამ თამაშისთვის, აი ეს იქნება დამოკიდებული ბევრად ჩვენ წარმატებას. საკმაოდ რთული თამაში გველოდება ხვალისთვის, ალტახი მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, განვიხილეთ მათი თამაშები და საკმაოდ კარგ შემტევ ევროპულ სტილის ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენ ყველანაირად ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის, მაქსიმალური მობილიზება გუნდში, ბიჭები ყველა საბრძოლო განწყობით არიან და ყველანაირად წარმატების იმედი გვაქვს. უჩა ძალიან საინტერესო იქნება ხვალ ასევე ბათუმის დინამოს დაპირისპირება პოლონური აგელონიასთან, რომელიც ქუთაისში გაიმართება. პირველი მატჩი ასე ვთქვათ საშინაო აქვს. ბათუმის დინამოსაც, აი აქ როგორ ფიქრობ, რა არის შანსები ბათუმის დინამოს? რაც შეეხება ამ წყვილს, მე ვიტყოდი, რომ უფრო მეტი უპირატესობა იაგელონიას აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ კლუბთან, გუნდთან უშუალოდ შეხება მქონდა ზუსტად 3 წლის წინ და იმ პერიოდისთვის, მე მუშაობდი გორის დილაში, როდესაც სამხანაგური თამაში ვეთამაშეთ ჩვენ თურქეთში და იქ საინტერესო ინფორმაცია მივიღე მე მაშინ, რომ იმ ეტაპზე გუნდი აკეთებდა აქცენტს 17, 18, 19, 20 წლის ბიჭებზე. იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 3-4 წელიწადში უნდა მიიღოთ მათ ისეთი მძლავრი გუნდი, რომელიც როგორც ჩემპიონატში იბრძოლებდა მაღალი მიზნისთვის, ანუ მაღალი მიზანი ეს არის ჩემპიონობა, ასევე ევროტურნირზე ჯგუფში მოხვედრაზე და თუნდაც ბოლო თამაშებს რო გადავხედოთ, უშუალოდ მე მქონდა შეხება იაგელონიას თამაში მენახა
ძალზედ კარგად თამაშობენ, შეტევაში აგრესიულები არიან, კონჩეტევაზე კარგად გადადის ეს გუნდი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, შესაბამისად თვითონ ჩემპიონატის დონეც მაღალია პოლონეთის. შეეხება ბათუმს, რა თქმა უნდა, სტაბილური გუნდია, უკვე წლებია ერთმანეთს ფეხბურთელები კარგად იცნობენ, თუმცა წლევანდელ სეზონს თუ აღნიშნავთ და შევხედავთ იგივე ჩემპიონატში, არასტაბილურობა ახასიათებს გუნდს და იმყოფება მერვე პოზიციაზე, თუმცა რა თქმა უნდა არ იმსახურებს მერვე პოზიციას თვითონ ფეხბურთელების ფინანსური მდგომარეობის გამომდინარე, მაგრამ ფაქტი სახეზია. თუმცა მე იმედი მაქვს დამჯერავს იმის, რომ წინააღმდეგობას გაუწევს და იბრძოლებს იმისთვის, რომ ეს ეტაპი დაძლევს, რომელიც იქნება ურთულესი. და კიდევ ერთი წვლილი, კიდევ ერთი მატჩი ხვალ, ეს არის ტრენჩინი, სლოვაკური გუნდი დაუხვდება ჩვენს ქუთაისის ტორპედოს. აი აქ ამ წუთას რო ვისაუბროთ, უჩა და შემდეგ უკვე უშუალოდ შენთან გვექნება პირადად შენზე შეკითხვები. აქ როგორ ფიქრობ, ქუთაისი, რომელიც ახლა საკმაოდ კარგ ფორმაშია, მეორე ადგილზე მიდის, ასე ვთქვათ, 37 გოლი დაამთავრა პირველი წელიწადიდან გარდამავალი ახალი ჩემპიონატის და ქუთაისს თუ ექნება უფრო მეტი შანსი ვიდრე იგივე ბათუმს იაგელონიასთან. აი რაც შეეხება ტრენჩინს, მე ამ გუნდზე უფრო მეც ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გუნდში თამაშობს ქართველი ფეხბურთელი გიორგი ბერიძე, რომელიც 6 თვის განმავლობაში თუნდაც ჩემი ფეხბურთელი იყო გორის დილაში. ასევე მე როდესაც გადაცემაში მოვდიოდი, რა თქმა უნდა, ყველა გუნდზე ინფორმაცია მოვიზიე. ნუ იმას ვერ ვიტყვი, რომ მე ამ გუნდებს აქამდე ვაკვირდებოდი და ესე დეტალურად სიღრმეებში თუ ვინ რას და როგორ წარმოადგენდა, თუმცა გადაცემაში მოსვლის წინ ყველა თვალი გადავალა და ერთ საინტერესო ინფორმაცია შევხვდი, ეს არის ის, რომ გუნდში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ყავთ 29 წლის და დანარჩენი ფეხბურთელები შეადგენენ 19, 20, 21, 22 და მაქსიმუმ 25 წლამდე. შესაბამისად არის ახალგაზრდული მძლავრი გუნდი, რომელსაც გააჩნიათ დიდი мотиваცია, რათა მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენ. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ქუთაისს, მე ვიტყოდი, რომ წლევანდელ ჩემპიონატში თუ რომელიმე იყო აღმოჩენა, ეს არის ქუთაისი. თუმცა ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ თასი მოიგო, მაგრამ ის იყო მოკლე ჩემპიონატი, გარდამავალი ჩემპიონატი და იქ ყველაფერი უფრო სხვანაირად ხდებოდა. ხოლო რაც შეეხება ამ გრძელ ჩემპიონატში, ანუ რომელიც 4 წელად ტარდება, ქუთაისმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი, ფაქტიურად 7 თამაში ისე ჩაატარა, რომ გოლიც არ მიუღია და მე ვიტყვი, რომ ერთ-ერთი კარგი გუნდი ყალიბდება, კარგი მთავარი მწვრთნელის ხელში. უბრალოდ ერთი მინუსი ამ ეტაპზე რაც არის ქუთაისის, ეს არის ის, რომ ეს გუნდი არ არის დიდი ხნის შეკრებილი, ფაქტიურად ეს მწვრთნელი მუშაობს 1 წლის განმავლობაში და საბოლოო ჯამში შედეგს განაპირობებს სტაბილური სიტუაცია. სტაბილურობაში გულისხმობ, რომ თუნდაც ფეხბურთელებს 2-3 წელი უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ერთად შეთამაშდნენ, ანუ ის თამაში დააყენონ და ამის მერე უკვე უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც შედეგი მივიღოთ. თუმცა მე ვიტყოდი, რომ როგორც აღნიშნე მე საჩხერი ალტახის შემთხვევაში, იგივეს ვფიქრობ ქუთაისის ტორპედოს და ტრენჩინს შორის, რომ აქაც 50-50-ია და თავისუფლად შეიძლება, რომ ქუთაისის ტორპედომ ეს ეტაპი გადააღოს. გასაგებია უჩა, აქვე სანამ კითხვით გადმოვალ, მე შევახსენებ ტელემაყურებელს და ვეთქვი, რომ ხვალ ჩვენ შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში საჩხერის შიხურა შეხვედრას ალტახთან საღამოს 8 საათზე დინამო არენა და მეორე არხზე გაიმართება ის მატჩი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ აჭარის ტელევიზია აჩვენებს ბათუმის დინამოს დაპირისპირებას იაგელონიასთან, და ქუთაისის ტორპედო ითამაშებს უკვე 8-20 წუთზე ჩვენი დროით ტრენჩინთან, სლოვაკურ გუნდთან. და უჩა, შენ იყავი და ხარ ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, ვინც გახადა გუნდი საქართველოს ჩემპიონი. ეს იყო 2 წლის წინ 2015 წელს, როცა გორის დილა გახდა საქართველოს ჩემპიონი. და აი ამის შემდეგ, როგორც ვიცი, 6 თვეა უკვე ჯერჯერობით შენ, ანუ ასე ვთქვათ, უგუნდოდ ხარ, გუნდი არ გაბარია. აი ამ ხრივ ხო არ არის შენ ცვლილება რამე და უახლოეს მომავალში ხო არ აპირებ რომელიმე გუნდის ჩაბარებას? რაც შეეხება ამ საკითხს, ალბათ ეს მწვრთნელების არის რაღაც გარკვეული პერიოდი, როდესაც გიწევს დასვენება.
მე არ ვფიქრობ, რომ 6 თვე თუნდაც ისეთი დროა, რომელიც საგანგაშოა და საპრობლემოა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უკეთესია, რომ მუშაობდე, გუნდში იყო, ჩართული იყო, არ ჩამორჩე განვითარების ტემპებს და მე ვფიქრობ, რომ ეს 6 თვე თუნდაც იგივე ჩემთვის იყო კარგი იმ მხრივ, რომ ფაქტიურად 5 წლის განმავლობაში მოვდიოდი ისე, რომ პაუზა არ მქონია და არ მომეცა იმის საშუალება, რომ თუნდაც სხვა თვალით შემეხედა ამ ყველაფრისთვის და ეს 6 თვე იყო კარგი ამ მხრივ, რომ უფრო კარგად მოხდა შეფასება, გადაფასება იმ პროცესების თუ რას და როგორ ვაკეთებ. ხოლო რაც შეეხება ამ პერიოდის განმავლობაში იყო შემოთავაზებები, იყო პრო-ორიდან და იყო რაღაც გარკვეული პრობლემები, რაზეც ვერ შევთანხმდით და არ მოხდა ჩვენი თანამშრომლობა. რაც შეეხება ამ ეტაპზე რეალური არაფერი არ არის, არის ლაპარაკის დონეზე და უკვე მომავალი გვიჩვენებს რა და როგორ იქნება ჩემს შესახებ. უბრალოდ ელოდები მოვლენების განვითარებას, ხო? ყოველ პერიოდში. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადო ჩვენთან მოსვლისთვის გადაცემაში. წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ რეალურად ქართულ კლუბებს ევროსარგებლით. დიდი მადლობა უშავთ სტუმრობისათვის და ძალიან საინტერესო საუბრისათვის, რა თქმა უნდა, მეც წარმატებებს გისურვებთ ეს კარიერულ წინსვლაში. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე მომდევნო თემაზე, რომელიც ძალიან სასიამოვნოა და ვისაუბროთ თბილისის ადეთ წყალბურთელთა ნაკრებზე, რომელმაც უკრაინაში გამართული ღია პირველობა გამარჯვებით დაასრულა. მათ იქ ჩატარებული 5 შეხვედრიდან 5-ვე მოიგეს და განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსია, რომ 2 შეხვედრა მოუგეს ხარკოვის ადგილობრივ გუნდს ანგარიში 11-2 და 9-5 ეს გახლავთ ასე ვთქვათ მეორე წრე ღია პირველობის, მესამე წრე გაიმართება მომავალში და უკვე იქ საბოლოოდ გადაწყდება ასე ვთქვათ უკრაინის ღია პირველობის გამარჯვებული ვინ იქნება. მონაწილეობა მივიღეთ თბილისის ნაკრებმა უკრაინის ღია ჩემპიონატში. ჩატარდა უკვე 2 ტური, 2 ტურის შედეგად პირველ ადგილზე გავედით და უკვე მესამე ტურისთვისაც ვემზადებოდი. ეს ბიჭები 1 წლის გუნდია და ეხლა დაფრთიანდნენ, ეხლა იწყებენ ფრენას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ პერსპექტიული წყალბურთელები და კარგი სპორტსმენები გაიზრდებიან. საკმაოდ სოლიდური შეჯიბრი იყო. ნორმალური გუნდები იყვნენ და ჩვენი გამოსვლით ისინიც კი გაოცებულები დარჩნენ. ესეთ დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რომელიც ჭიდაობას უკავშირდება. დორტმუნდში მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის და გეტყვით, რომ გუშინ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა. ყავს ჩემპიონი ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი და ბრინჯაოსი. ჩემპიონი გახდა გივი მაჭარაშვილი 96 კილოგრამში, ნიკა კენჭაძე 74-ში დაეუფლა ვერცხლის მედალს, ხოლო 60 კილოგრამში ედემი ბოლქვაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. დღეს კი გეტყვით, რომ 3 მოჭიდავე ყავს ჩვენ ფინალურ ბლოკში, ოღონდ 3-ს უწევს ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის. აი 8 საათზე დაიწყო ფინალური ბლოკი და ჯერჯერობით ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს, უბრალოდ ახლა ჩვენ თავაზობთ დღევანდელ ჭიდაობას ვანიშვილის, რომელმაც ბრწყინვალე სტილში დაამარცხა ფრანგი სპორტსმენი და უშანსოდ მოუგო მას. აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოს ღირსებას დაიცავენ 55-ში ზაურ ბერაძე, 84-ში ზურიკო ურთაშვილი და 120 კილოგრამში იჭიდავებს, უბრალოდ 120 კილოგრამში იჭიდავებს ურთაშვილი, მანამდე ზაურ ბერაძე იქნება 84-ში, ვანიშვილზე გასაუბრეთ, 55-ში არის ის წარმოდგენილი. წარმატებები უსურვოთ ახალგაზრდა ქართულ მოჭიდავეებს ამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლებში. ვისაუბროთ ქართველი ქალი მორაგბეების წარმატებაზე, სადაც რომლებმაც სლოვაკეთში გამართულ კონფერენც ტურნირზე მოახერხეს მესამე ადგილის დაკავება და ძალიან ცოტა დააკლდათ იქამდე, რომ ალაფაზე აღზევებულიყვნენ. ჯგუფურ ეტაპზე მათ 3 მატჩიდან 2 მოიგეს და მხოლოდ დანიასთან დამარცხდნენ. შემდეგ უკვე პლეი-ოფის სტადიაზე ვეღარ მოახერხეს ჯგუფში დამარცხებული ავსტრიის დამარცხება და 3 ქულით 10-7 წააგეს. საბოლოო ჯამში დანიასთან რევანში აიღეს მესამე ადგილისთვის მატჩში, 7-5 დაამარცხეს და დაიკავეს ისტორიაში პირველად მესამე ადგილი ამ ტურნირზე. შაშან მათი შედეგი გახლავთ მეხუთე ადგილი, რომელიც 2 ადგილით გააუმჯობესეს და ესეც მისალოცია იმედია მომავალში ალაფაზეს დაწინაურდებიან ქართველი მოშვით ქალები. იმედია, ეხლა ფეხბურთზე გადავინაცვლოთ, როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება კონფედერაციის თასის გათამაშება ფეხბურთში და გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დღეს პირველი ფინალისტი გუნდი გაირკვევა საღამოს 10 საათზე თბილისის დროით. პორტუგალია ჩილე ითამაშებიან ერთმანეთის წინააღმდეგ ყაზანში. ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინშია ზოგადად საფეხბურთო სამყარო.
და იმასაც გეტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. ხვალ კი უკვე მეორე ნახევარფინალში ურთიერთობას გაარკვევთ. გერმანია და მექსიკა ეს მატჩიც გვექნება რა თქმა უნდა ლაივში ასე ვთქვათ და უკვე 2 ივლისს გაიმართება ფინალი კონფედერაციათა თასის გათამაშებაზე. სასიამოვნო ინფორმაციაა ისიც, რომ საქართველოს კიბერსპორტის ფედერაციისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრი FIFA 2017-ში. მონაწილეთა რაოდენობა არის შეზღუდული, სულ 256 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და საინტერესო სიახლეა, ასე ვთქვათ, კიბერსპორტი არანაკლებ პოპულარულია უკვე ნელ-ნელა, თუნდაც კიბერფეხბურთი ორიგინალ ფეხბურთზე და ნელ-ნელა მოდის საქართველოშიც ესეც დაინტერესებას დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი იქნება. ფეხბურთის ფედერაციისთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს და მზარდია ეს რიცხვი. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას. თბილისში პირველად ტარდება მსგავსი მნიშვნელობის და მსგავსი დონის ღონისძიება. რა თქმა უნდა, თბილისის მერია მხარს უჭერს ესეთი ინიციატივებს და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ექნება. გავაგრძელოთ ფეხბურთზე საუბარი. გუშინ პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 21 წლამდელ ფეხბურთელებში გაიმართა ორი ნახევარფინალი. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ესპანეთი და იტალია და გერმანია და ინგლისი. პირველი მატჩი იყო გერმანიასა და ინგლისის შორის, რომელიც ძალიან დაძაბული იყო. საბოლოო ანგარიში 2-2 გადავიდა, რა თქმა უნდა, დამატებით დროში, სადაც გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და საბოლოო ჯამში პენალტების სერიაში გერმანიამ მოახერხა მეტოქის დამარცხება. ინგლისელთა მხრიდან ორმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა გოლის გატანა. არა და ერთი პერიოდი მეორე ტაიმში უკვე ინგლისი წინაც იყო 2-1 და ვერ მოახერხეს მათ ამ უპირატესობის შენარჩუნება. ისე რა საინტერესოა ნებისმიერ ასაკში რომ გავიხსენო და გადავხედოთ ისტორიას, ნუ როცა აი ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, ეროვნულები, ახალგაზრდულები, კიდევ უფრო პატარები, პენალტებამდე თუ მიდის საქმე, სულ გერმანელები უგებენ პრაქტიკულად. აი ინგლისის ტრადიციად არის ქცეული. ეს კი უკვე ესპანეთი და იტალიის ძალიან საინტერესო მატჩი და ნუ საოცარ ფეხბურთს თამაშობს თლიანად ესპანეთის ეს ახალგაზრდული ნაკრები და ალბათ მაინც ფინალში ესპანელები იქნებიან ფავორიტები. გამომდინარე იქიდან რომ მართლაც უნაკლო ფეხბურთს თამაშობენ პრაქტიკულად, თუმცა ნუ გერმანელების ბრძოლის უნარიანობას არ უნდა დაგვაუწყდეს. ნუ იტალიელთა მხრიდან გაgliardini მიიღო წითელი ბარათი და ამის მერე კიდევ უფრო გამოიკვეთა ესპანელთა უპირატესობა. მანამდე საუნიგეს 1 გოლი გატანილი ჰქონდა უკვე, მან ჰეტრიკი შეასრულა საბოლოო ჯამში და 3-1 სწორედ მისი გოლების წყალობით გავიდა ფინალში ესპანეთი. მართლა ძალიან საინტერესო მატჩი გამოვა, ფინალური შეხვედრა უკვე ესპანეთს და გერმანიას შორის. კიდევ ერთი საინტერესო ესეც სასიამოვნო სიახლეა პაოლო მალდინი, ლეგენდა მსოფლიო ფეხბურთის მილანის, იტალიის ნაკრებს როგორც გნებავთ, გადაწყვიტა რომ რაღაც ჩოგბურთში ჩაერთოს და გადაერთო ჩოგბურთზე და იტალიის ერთ ჩელენჯერ ტურნირზე შეიტანა განაცხადი წყვილთა თანრიგში და მიიღო კიდეც მონაწილეობა აი ამ შეხვედრაში ყოფილ ჩოგბურთელთან სტეფანო ლანდონიოსთან ერთად. მართალია პირველ წრეში პროფესიონალებს დაუპირისპირდნენ, კერძოდ ჰოლანდიელ დავიდ პელას და ტომაშ ბენდარეკის წყვილთან 1-6 წააგეს და ნუ შემდეგ უკვე განაცხადა მათ შემდეგ პაოლო მალდინი რომ ის არ აპირებს შემდეგ ჩელენჯერებზე შეტანას განაცხადის ფეხბურთის თამაში გაცილებით უფრო მაგრა გამოსდიოდა მალდინის. ნუ არც არის ახლა გასაოცარი რომ ამასაკში ანგარიში არ მოეწონება. ხო, ნუ ანგარიშიც არ მოეწონებოდა ამასაკში, როდესაც სპორტს უბრუნდები ადამიანი, მან უბრალოდ თქვა რომ აინტერესებდა და ეს იყო ერთჯერადიც და გაერთო ასე ვთქვათ პროფესიონალური ტენისით. რაც ხელსხელი ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას უკავშირდება. კრის პოლი ამიერიდან ითამაშებს ჰიუსტონ როკეტსში, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების და ლოს-ანჯელეს კლიპერსის ლეგენდა. საკუთარ კარიერას სწორედ გააგრძელებს ჰიუსტონ როკეტსში. სუპერ წვილი იქნება უკანა ხაზის ჯეიმს ჰარდენსა და კრის პოლს შორის. ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა და ამ ინფორმაციის წაკითხვა შეგიძლიათ სხვა საინტერესო სიახლეებთან ერთად პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.g. ეს არის ის სპორტული სიახლეები, რომელთა შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება დღევანდელ გადაცემაში მოვასწარით. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.